ბუერა, პახატა, ფუმფულა, ჯინეში, ღრუბელა. ამ ვაზის ჯიშების სახელები მეღვინეების უმრავლესობამაც კი არ იცის. დღეს ეს ჯიშები მევენახეობაში უკვე აღარ გამოიყენება. ღრუბელა მაგათ საინტერესო დასახელება, ღრუბელა კახური ორი ასე ვთქვათ განსხვავებული ფორმა. რატომ ქვია? ფერი აქვს მონაცრისფერო, ღრუბლისფერი. დასახელებებიც უფრო ჯიშის აღწერას გარკვეულწილად მოიცავს, მაგრამ ცხვილმარცვალა, კურკენა. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში ვაზის 526 ქართული ჯიში იყო დაფიქსირებული. დღეს ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე 460-მდე ჯიში აქვს. აქედან 50-მდე ქართული ჯიში საქართველოში საერთოდ აღარ არსებობდა და ისინი უკრაინიდან და მოლდოვიდან შემოიტანეს. გარკვეული ჯიშები რეალურად საქართველოში მოძიება შეუძლებელი იყო. ჩამოტანილი იყო უკრაინელი და მოლდაველი ჩვენი კოლეგების დახმარებით. ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ადგილზე ჰქონდათ ქართული ჯიშების კოლექციები. და იქიდან დავაბრუნეთ საკალმე მასალა, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ჯიში დანახარული ქართული ჯიშია. დანახარული ვაზის ის ჯიშია, რომელიც 10 წლეულების შემდეგ ისევ დაუბრუნდა პირველადი გავრცელების ადგილს, შიდა ქართლს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ჯიშს მომავალში ქართულ მეღვინეობაში კარგი პერსპექტივა ექნება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ძველი ჯიშები მიკროკლიმატების დამიხედვით, თუნდაც 1, 2, 3 ჯიში, ხოთშორის გამოკვეთილია უკვე კანდიდატები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძალიან კარგი მაღალი ხარისხის ღვინის მომცემი მიღვინო მასალის წარმოება შეიძლება და დავაბრუნოთ უკან წარმოებას ნიშნავს, რომ მეორე სიცოცხლეა ჯიშებისთვის, წარმოებისთვის დივერსიფიცირების საშუალება, მეღვინეებისთვის იმის საშუალება, რომ ახალი თავიანთი ჩვევები, ფანტაზია გამოავლინონ ახალი ტიპის ღვინოების შექმნა. აბორიგენული ვაზის ჯიშების გადაშენება საბჭოთა პერიოდში გეგმიური ეკონომიკის დანერგვამ გამოიწვია. ეკონომიკის მოდელმა, რომელიც პირველ რიგში მოსავლის რაოდენობაზე და არა პროდუქციის მრავალფეროვნებაზე ან ხარისხზე იყო ორიენტირებული, იშვიათი და შედარებით ნაკლებად მოსავლიანი ვაზის ჯიშების მოშენება არარენტაბელური გახადა. აზრი არ ქონდა მაგალითად ქისის მოყვანას, რომლის მოსავლიანობა დაახლოებით 2-3 ტონით ნაკლებია ვიდრე ქაცითელისა, ვიდრე მაშინ ღირებულება ფასში არ აისახებოდა, ეს იყო ეხლა რეალურად მარკეტინგის პირობები შეიძლება ძალიან დაბალმოსავლიანი იყოს ჯიში, მაგალითად საფრანგეთში მაღალი ხარისხის ღვინოების მოსავლიანობა 4 ტონას ფარგლებშია, მაგრამ სამგეოდ ღვინოც გაცილებით უფრო ძვირი ღირს ვიდრე დიდ მოსავლიანი ღვინო. ქართული აბორიგენული ვაზის 50-მდე ჯიში დღემდე დაკარგულად ითვლება. თუმცა მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ სიიდან კიდევ რამდენიმე ვაზის ჯიშის ხელახლა აღმოჩენას და მოშენებას მოახერხებენ.